ეს ცნობილი ფაქტია, ეს შემთხვევით მოხდა მისი კლობა. როგორ მოხდა ეს ხოთა შორის ამასინად ფილმი გადაიღეს, ნახე და გამოსულა კიდევაც სოხუმი ქვია ფილმს. და იქ აღწერილია მეტნაკლებად კარგად. ეს მართლა ესე არის. მოკლედ ალყა შემოარტყეს მინისტრ საბჭოს უკვე აფხაზებმა და ჩულკავკასიელებმა და აშკარად ჩანდა რომ უკვე ბარდებოდნენ ჩვენები, არ მოულოდნელად ძალიან დიდი შემოტევა იყო და რაღაც იქიდან რადიოთი თუ რაღაც ფორმით თუ უთხრეს რომ ჩვენ მოლაპარაკება გვინდა თქვენთან. და შარტავამ შემოუშვა რაღაც მათი რამოდენიმე ადამიანი და ვინც შემოვიდა 3-4 კაცი იყო, მათ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს შარტავეს მიმართ და უთხრეს რომ ჩვენ თქვენ გიცნოთ, პატივს გცემთ, თქვენს მიმართ გვაქვს დიდი პატივისცემა, ჩვენს ინტერესებში არ არის თქვენი მაგალითად განადგურება, თქვენ უნდა დანებდეთ, უნდა ჩააბაროთ იარაღი და ცალ-ცალკე გამოხვიდეთ და ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას და გუდაუთაში გადაყვანას. ეს არის ხა მე ხარ ყოფილა ბუნები რა შეიძლება ყოფილიყარ და ეს არის ის რაც ეს არის მუშა ლეგენდა. ყველა ამას ყვება, ვინც რაღაცა იცის ამ და ვინმე ცოცხალი მონაწილე არ არსებობს ამ შორის. კი, არის, ცოცხლები მოგიყვები. ცოცხლები გადარჩნები. და ეს კიდე დადასტურება იმის რომ მათი მოკლა არ უნდათ. და დაიწყეს გამოყვანა ამ ხალხი მართლაც შეთანხმდნენ, იარაღს დებენ და ხელებს წევენ და გამოდიან. ღიერებს დებენ და გამოდიან. და ეს მომენტი არ ვიცი ნამდვილად რა მოხდა, რაღაც ხდება და უცებ იწყება სროლა. და იწყება ის საშინელი სროლა, კადრებიც არსებობს, როცა იქ ეს ქვია გაბისკირია და ეს მართლა და თავრობის წევრები, მოცა ხოცავენ და პირდაპირ ვარდებიან ქვია მიწაზე, ქვია. აი ეს ელემენტი დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ვიღაცას აღმოჩნდა იარაღი, თუ ვიღაცას სპეციალურად გაისროლა. აქეთ ამ მხრიდან თუ როგორ? არ ვიცი, მაგრამ რაღაცა უკვე რამოდენიმე ადამიანი 4-5 ადამიანი გამოვიდა და ჩასვეს ტრანსპორტში და დანარჩენი მოდიან. მათ შორის შარტავაც? მათ შორის შარტავაც. ანუ შარტავა ჩასმულია და მე იწყება სროლა გარეთ? ალბათ შეიძლება ალბათ ესე იქნებოდა. თან შარტავა პირობა დაუყენა, რომ ჩემი ხალხის გარეშე მე არ წამოვალო. ეს პირობა მიღებული იყო და ამიტომ ეს ხდება. და მიდიან მანქანაში ხდებიან და ამოდობს ხდება სროლა ნაწილს ხვრეტენ ადგილზე, ესე კიდე მტკიცებულება ტყვეების დახვრეტისა და ვინც მანქანაში რჩება, ეს მანქანა მიდის. მაგრამ ჩვენობა დიდია და იქ ბევრი ადამიანი დარჩა. და რა კი პირობა აღებული, ვისაც პოულობენ ცოცხალს, ყველა გამოყავთ მანქანაში სვავენ და გუდაუთაში უშვებენ. კი არ ხვრეტენ. ანუ პირობა შარტავასთან თუ სხვა პირობა რომ არ დახვრიტო ტყვეები მუშაობს. შარტავას მანქანა დაადგა გზას. გაიარეს ახალი ათონი და ახალ ათონთან პოლიციის ტეკი თუ რაღაცა იყო და იქ უკვე ჩოლკავკასელები აჩერებენ მათ და ეს ის არის ლეგენდა, რომელიც მე მჯერა, რომ გადამოწყვეტილ გამოდგა, მაგრამ არა გამორწყვილო შენთან ეთერში მოვიდეს ვინმე და სხვა რამე მოყვეს და ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არის ძირითადად წამყვანი ლეგენდა, რომელიც დღემდე მუშაობს. და ჩოლკავკასელები აჩერებენ მანქანას, მანქანა უნდა, ძარცა ქალაქი აღებულია, საძარცოვად უნდა მანქანა და ეს მანქანა აფხაზების არ არის ამ შემთხვევაში? ხო, მანქანა აფხაზებისა, მაგრამ მანქანა ქვია, გარკვევა უნდა ეხლა ეგრე, რა მანქანა როგორ გარდა ხო არ აწერია რა მანქანაა. და ჩოლკავკასელები არიან ძალიან აი ძერსკები რაც არის რუსეთში, აი ყველაფრის კადრებლები, მე გავიცანი, მე ტყვეებს მათანაც ვლიდი, მათ ყავდათ ტყვეები. როგორც ჩვენ ბატალიონს ყავდათ ტყვეები, ისე მათაც ცალკე ყავდათ კიდე მუჟოშკილი ტყვეები და ამიტომ მათაც გაგრაში ჩავდიოდი, მათთან სალაპარაკოდ. არმენია იყო გაგრაში დიდი სანატორიუმი და არმენიაში ცხოვრობდნენ ჩოლკავკასელები ძირითადად. და ეს არა ქვია. და ქვია და მანქანა არის გამოვიდა, ქართველები, რა ქართველები რა წამოარტყეს, აფხაზები მოთხეს არა ტყვეებია მიყავს, რა ტყვეები ასე შემდეგ და ისევ ეს ამის მოწმე არ არსებობს, თუ არა აფხაზები თვითონ ყვებიან, თავის მართლება შეიძლება რომ თითქოს ვიღაცას აღმოაჩნდა იარაღი, შარტავის დაცვას, რევოლვერი ჯიბეში თუ რაღაცა. შარტავას გაარტყეს, ამან დაიცვა როგორ დაცვა შენ თავი წაარტყეს, დაინახეს იარაღი, ამოიღო და ამათია და ატყდა სოლა და პირველი თუ მოკლეს შარტავა და მე უკვე რაღაც შარტავა თუ მოკლეს, სხვების ცოცხლს რაღაცა ქონდა და ბარემ ყოლა მიახვრიტეს. ესა ჩვენ ტყვეების კიდე მორიგი დახვრეტა. მე რა ხდება არ ვიცი უკვე, მაგრამ და იქვე სადღაც მე ქვია ეს მიშკმალეს ესენი ეს გვამები მე მგონი იქან გამოდა. და იქ აფხაზები არ იყვნენ ამ მანქანაში დამტყვევებლები. კი, მაგრამ ისინი არ მოუკვლიათ, ისინი რა უნდა ეკნათ ახლა გვერდზე გადგნენ, 20 ძალა მოქმედებს ასე. თან აფხაზებში ყოველთვის ჩოლკავკასელების მიმართ რაღაც გარკვეული პატივისცემა და შიში იყო. იმიტომ რომ ისინი მართლა ესეთი იყვნენ რა. თავზე ხელაღებული ხალხი. ხო, ამ ლეგენდის ჯერა. რატომ? იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ვინც გაუშვეს, ყველა ცოცხალი ჩავიდა გუდაუთაში. ცალ-ცალკე მანქანებით.
დახვრეტა რომ დამებოდათ ყველა ნაშთად დახვრეტდნენ. მე მგონი რომ შარტავა დახვრეტა იყო მაინც დაუგეგმავი. და კითხვა რატომ მაშინ რატო დახვრეტა შარტავა როგორც მე ვიცი ეს უკვე ლეგენდა ამაზე ბოდიში ვინმეს არ მოუხდია პირობითად თუნდაც მე მგონი შეგვენა ბორიზა პასტუხოვმა მოიხადა ბოდიში პასტუხოვი უკვე ძალიან სერიოზული ფიგურა მოსკოვში თუმცა მანამდე იყო კავშირის პირველი პირი საბჭოთა კავშირში რომ რასაც მე ვიცი შარტავაზე იგი აფხაზებიდან ვიცი რომ პასტუხოვმა თხოვა არძიმბას რომ თუ შეიძლება ქვია გადაგურჩინე შარტავა და შარტავაც ასევე კომკავშირის ლიდერი იყო ერთ-ერთი საქართველოს თავის დროზე შევარანძემ პასტუხოვს პასტუხოვმა არძიმბა გასაბრძანება რომ ჩამოიყვანეთ ქვია შარტავა ცოცხალი შარტავა ცოცხალი არ ჩაიყვანეს ბოდიშთან დაკავშირებით და თითქოს ძალიან დიდი სკანდალი ქონია ეს აფხაზები ყვებიან პასტუხოვს არძიმბასთან და არძიმბას ბოდიში მოუხდია პასტუხოვ და პასტუხოვს შევარდნაძესთან აი ეს დაახლოებით ესეთი თუ შეიძლება ითქვას იყო